Მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, მას გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა. სასამართლომ დამნაშავე ცნო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ხოლო გაამართლა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებაზე. სხდომაზე მოусმინეს მოწმეებსაც. მსახიობი დააკავეს 3 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლო მიმდინარეობდა ძალიან, რა ვიცი, კორექტულად მიმდინარეობდა, უბრალოდ აცილება მოხდა ჩვენ ჩვენებასა და მოწმეების ჩვენებას შორის. ხო, ჩემი გადმოსახედიდან ასე არა, იმიტომ რომ მე წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამჭირეს ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული და რაღაც წამებში მოხდა უცბად ჩამოვლეს ხელი და მანქანაში შემითრიეს. იქ მე ფიზიკურად გაგვისწორდნენ და შემდეგ პოლიციას გადაგცეს პატრულს, იქ უკვე ნორმალურად მექცევა. ჩვენ ერთად ვიყავით აქციის დასაწყისში, შემდეგ როცა დაიწყო დარბევა, ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ, მაგრამ შემდეგ უკვე რაღაც 1 საათის შემდეგ ვიპოვეთ ერთმანეთი გრიბოედოვის ქუჩაზე და ის ბესიკის ქუჩაზე ჩავიდა რუსთაველის მხარეს და არ ჩახვიდა მეთქი მაგას რომ უნებოდი რომ იქ მაინც საშიში მდგომარეობა იყო და არა ჩემი მეგობრის შვილი დაიკარგა და ვნახავ იქ ხო არ არის და ამოვალო და აი როგორც კი ჩავიდა და იმ წუთში დაეტაკნენ ნიღბიანი სპეცრაზმელები და პირდაპირ გაიტაცეს.